შეხედე ამას, ნამდვილი სიგიჟეა. ხოლო ერთი სისტემით შეგიძლია ნებისმიერი მცენარის დაკლონვა, ხეხილი, ვარდები, არომატული მცენარეები, ლეღვი, რაც გინდა, მიწის გარეშე, უცნაური პროდუქტების გარეშე და ფულის დახარჯვის გარეშე. და საუკეთესო ისაა, რომ შეგიძლია ეს ახლავე გააკეთო იმ ნივთებით, რაც უკვე სახლში გაქვს. დღეს გასწავლი წარმოუდგენლად მარტივ მეთოდს, მექის პროპაგატორს, რომელიც კომბინირებულია ტაილანდურ ფანჯრის მეთოდთან. ეს ტექნიკა იმდენად ეფექტურია, რომ რამდენიმე კვირაში მიიღებ თეთრ, სქელ და ჯამფელ ფესვებს მზად გადარგვისთვის. დარჩი ბოლომდე, რადგან ასევე გასწავლი ბუნებრივ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც შენს ნერგებს სუფთას და სოკოს გარეშე შეინარჩუნებს. ვიწყებთ. ამ მეთოდისთვის დაგჭირდება 1 ან 1.5 ლიტრიანი პლასმასის ბოთლი, მაღალი მინის ჭიქა, სუფთა ნაჭრის პატარა ნაწილი, სასურველია ბამბის, კულტერი ან მაკრატელი, კარგად გარეცხილი მდინარის ქვიშა, შეიძლება იყოს სამშენებლო ან ზღვის ქვიშაც, მაგრამ აუცილებლად კარგად გარეცხე, შესასხურებელი, დაფქული დარიჩინი, ალოეს ფოთოლი, 3%-იანი ან 10 ვოლუმის ჟანგბადის წყალი და 2 ნერგი, 1 ვარდის და 1 ლიმონის. ახლა ვამზადებთ ფიჩინგს. ამოჭერი სუფთა ნაჭრის ზოლი დაახლოებით 2 სანტიმეტრი სიგანის და 20 სანტიმეტრი სიგრძის. ეს საკმარისი იქნება. ახლა აიღე ბოთლის თავსახური და კულტერით გაუკეთე პატარა ნახრეთი ცენტრში. ამ ნახრეთში გავატარებთ ფითილს. ფითილის ერთი ნაწილი ქვემოთ ჩამოეკიდება, მეორე ნაწილი კი ჭიქაში დარჩება, სადაც ქვიშა შევა. ეს უბრალო ნაჭერი იქნება სისტემის მთავარი ნაწილი, რადგან კაპილარობის წყალობით წყალი თავისით აიწევს და ნესტიანობას მუდმივად შეინარჩუნებს ისე, რომ ყოველდღე მორწყვა აღარ ნაგჭირდება. ახლა მოაჭერი ბოთლის ზედა ნაწილი, ანუ ჭიქის ნაწილი. ეს იქნება შენი ქოთანი, სადაც ქვიშას ჩაყლი. დაალაგე ჭიქა მაგიდაზე და დაადგი ზემოდან ჭიქის ნაწილი ისე, რომ თავსახური ჭიქის შიგნით აღმოჩნდეს. პირდაპირად დაიჭირე ფითილი, სანამ ჭიქის ნაწილს გარეცხილი მდინარის ქვიშით ავსებ, ზემოდან 1 სანტიმეტრი თავისუფალი დატოვე. დარწმუნდი, რომ ფითილი ქვიშის ზედაპირიდან დაახლოებით 2 სანტიმეტრით ქვემოთ არის ჩაფლული, რათა ტენიანობა კარგად გადანაწილდეს მთელ ქვიშაში. ახლა ვამზადებთ ნერგებს, ერთს ვარდისას და მეორეს ლიმონისას. ორივე უნდა იყოს ჯამთელი და ნახევრად ხისებრი ტოტები. კატერით ვაკეთებთ ერთ გრძელ ფანჯარას დაახლოებით 3 სანტიმეტრი სიგრძეზე, ვაცლით ქერქს და ნაზად ვხეკთ კამბიუმს, სანამ სუფთახე არ გამოჩნდება. ალოე ვერას ნატურალური გელი პირდაპირ წაუსვი ჭრილობაზე. ალოე ატენიანებს, დეზინფიცირებს და ფესვების წარმოქმნას ასტიმულირებს. შემდეგ იმავე ადგილას მოაყარე თაფქული დარიჩინი. დარიჩინი ბუნებრივი სოკოს საწინააღმდეგო საშუალებად იმოქმედებს. ჩაყარე ნერგები ქვიშაში ისე, რომ ჭრილის ადგილი დაიფაროს და დარწმუნდი, რომ კარგად ეხება ტენიანობას. ახლა მოვამზადებთ სარწყავ წყალს. 1 ლიტრ წყალში ვამატებთ 1 ჩაის კოვს 3%-იან ჟანგბადიან წყალს, 10 მოცულობით და კარგად ვურევთ. ამ ნაზავით ვავსებთ ჭიქას იმდენად, რომ ფითილი კარგად ჩაიძიროს, რადგან თუ ფითილი წყალს არ ეხება, ტენიანობა კაპილარობით ვერ ავა ზემოთ. მას შემდეგ, რაც ჭიქა ამ ნაზავით სავსეა და ფითილი შიგნითაა, ძალიან მსუბუქად ვრწყავთ ქვიშის ზედა ნაწილს, მხოლოდ იმისთვის, რომ პირველად დავატენიანოთ. ამის შემდეგ ფითილი ავტომატურად შეინარჩუნებს მუდმივ ტენიანობას. ახლა მოვამზადებთ მინის სათბურს. ვიღებთ ბოთლის დარჩენილ ნაწილს და ერთ გვერდზე ვაკეთებთ ვერტიკალურ ჭრას. ეს ჭრილი საშუალებას მოგცემს მარტივად გავხსნათ და დავხუროთ იგი და ასევე იდეალურად მოერგება ჭიქასა და ბოკალს. როდესაც ყველაფერი მზად იქნება, უბრალოდ ვადებთ ამ საფარს ზემოდან, რითაც ქმნით მინის სათბურს, რომელიც მთელი დაფესვიანების პროცესის განმავლობაში მაღალ ტენიანობას შეინარჩუნებს. ახლა კი ბოლო შტრიხი. მოვამზადებთ ბუნებრივ ანტიფუნგურ პრევენციულ საშუალებას, რომ ყველაფერი სუფთა იყოს. 1 ლიტრ წყალში დაამატეთ მწიკვი დაფქული დარიჩინი. კარგად აურიეთ, სანამ გაიხსნება. შემდეგ გაწურეთ ნარევი თხელტილოზე ან ყავის ფილტრზე და გადაასხით შესასხურებელში. შეასხურეთ ქვიშასა და ნერგებს მსუბუქად ყოველ 60 დღეში ერთხელ. ეს ხელს უშლის სოკოების გაჩენას და ინარჩუნებს ფესს ძლიერად და ჯამრთელად და ბოლო ნაბიჯი. განათავსეთ თქვენი გამრავლების კონტეინერი ბუნებრივი არაპირდაპირი სინათლის ადგილას. მოერიდეთ შუადღის პირდაპირ მზეს. ყოველ რამდენიმე დღეში შეამოწმეთ წყლის დონე ჭიქაში და შეავსეთ საჭიროების შემთხვევაში. თუ ბევრ კონდენსაციას დაინახავთ, ცოტა ხნით ახადეთ თავსახური, რომ გაანიავოთ. ახლა მოდის ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტად გვახარებს, მაგრამ ასევე ყველაზე მეტ მოთმინებას მოითხოვს.
რადგან მაშინ, როცა ზემოდან არაფერს ხედავთ, სწორედ იქ, იმ ნესტიან ქვიშაში, ყალიბდება სრულიად ახალი ფესვების არქიტექტურა. ამიტომ დატოვეთ ისინი მშვიდად, არ შეეხოთ, არ გადაადგილოთ და არ შეამოწმოთ ყოველ 2 დღეში ერთხელ. ეს მეთოდი თავისით მუშაობს და აქ მინდა რომ ყურადღება მიაქციოთ, რადგან ახლა მოდის მაგია. შეხედეთ ამას. ფესვები იწყებენ გამოჩენას თეთრი, მტკიცე, სქელი, სრულყოფილად განვითარებული, მუდმივი ტენიანობის წყალობით, რომელსაც მექა ინარჩუნებდა. შენი ნერგი უკვე ახარ არის უბრალოდ დოტის ნაჭერი, ახლა ეს არის ახალი მცენარე მზად დამოუკიდებლობისთვის. და აი, სწორედ აქ არის თაილანდური ფანჯრის მეთოდის ნამდვილი უპირატესობა. როდესაც ნერგს ჰორიზონტალურად ვამუშავებთ, მხოლოდ ერთ მცენარეს კი არ ვიღებთ, არამედ რამდენიმე მცენარეს. შეგვიძლია ღერო სხვადასხვა წერტილში გავყოთ, როგორც კი ფესვები გაუჩნდება და თითოეულ მონაკვეთს კვირტით გამოვიყენოთ, როგორც დამოუკიდებელი ახალი მცენარე. ტრადიციული ვერტიკალური მეთოდით მხოლოდ ერთ ხეხილს მიიღებდი, მაგრამ თაილანდური მეთოდით იმავე დროში 2, 3 ან კიდევ უფრო მეტ მცენარეს ვიღებთ. როგორც აქ ხედავ ლიმონის და ვარდის შემთხვევაში, მეტი პროდუქტიულობა, მეტი შედეგი იგივე ძალისხმევით. აი ასე მარტივად შეგიძლია შენი საყვარელი მცენარეები ბუნებრივად, ეკონომიურად და ეკოლოგიურად გაამრავლო. თუ ეს მეთოდი მოგეწონა, დაალაიქე, გამოიწერე არხი და კომენტარებში მომწერე, რომელი მცენარის გამრავლებას აპირებ პირველ რიგში. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში და გისურვებ, რომ შენი ნერგები ჯანმრთელად და ძლიერად გაიზარდონ.